Სამდღიანი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში გუშინ დასრულდა. წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ისე ფერმერული გაერთიანების და გლეხური მეურნეობის 77 სახეობის ღვინო. ჟიურიმ დეგუსტაციისა და სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით რამდენიმე კომპანია გამოარჩია და პრიზები გადასცა. ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მიმდინარეობს მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ღვინისა და ალკოჰოლის დასმელების. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს უკვე ტრადიციად გადაიქცა და ყოველწლიურად იმართება. იცით, რომ ეს სექტორი არის უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ფესტივალის ხელშეწყობას და მომავალ წლებში დაფინანსდება ასეთი ტიპის ფესტივალები და გაიმართება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ეს გამოფენა, ძალიან კარგი შედეგებით დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი აქტივობა იყო როგორც ქართველი მნახველის, ისე უცხოელი ვიზიტორების. შესაბამისად, შეიძლება დავასვათ, რომ გამოფენა შედეგიანი იქნება გამოფენაში მონაწილე კომპანიებისთვის, იმიტომ რომ იყო არნახულად ბევრი უცხოელი ძალიან ავტორიტეტული ღვინის ექსპერტი და სპეციალისტი, როგორც მყიდველები, დისტრიბუტორები, ღვინის ჟურნალისტები, ისე ძალიან დიდი ინტერესი იყო საქართველოს მოსახლეობაშიც. ალბათ ყველაზე მეტი მნახველი ყავდა წინა წლებთან შედარებით ამ გამოფენას წელს. შესაბამისად, ეს ორ მხრივად მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტ, რუსეთის სახალხო არტისტ ნიკოლოზ